მოგესალმებით მეგობრებო, მონოლოგი მინდა დავიწყო შესანიშნავი ამბით ფუტზალიდან. დიახ, ევროპის შესარჩევზე ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა ჯგუფში და დიდი შანსია გავიდეთ ფინალურ ეტაპზე. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენ უმაგრეს ბიჭებს, სხვათა შორის გასულ კვირას ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთს შინ 6-1 მოუგო, ხოლო გასვლაზე 5-1. ახლა დიდ ფეხბურთშიც ხო გახსოვთ რა უქენით ბულგარეთს. მოკლედ, ეს ბულგარეთი ჩვენი ბულგარეთია. რაც შეეხება სხვა ამბებს. გავცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ქოჩორაშვილით ლისაბონის სპორტინგი დაინტერესდა. ძალიან მაგარი ამბავია. პორტუგალიური გრანდი ეს თუ დადასტურდა ძალიან მაგარი ამბავია, მართლა ჩვენთვის ხალხო, ლევანტეს ფანებისთვის რა თქმა უნდა არა. და არც ლევანტეს ადმინი ხავისთვის. მინდა ხავის მივმართო ეხლა, ხავი ძმა, მომისმინე, თუ გადავიდა ქოჩორა, ვიცი ეხლა გაბრაზდები, ისიც ვიცი რომ იცი ის ქართული გამონათქვამი წავიდა, წაშავდა, წამნელდაო, ხო და არ დაწერო ეგ პეიჯზე, გაფრთხილებ მე შენ. შენ ბოლომდე არ იცი კიდე ქართული, გამიფრთხილები ხარ. ეგ არ დაწერო. ის აფორიზმი ხო იცი, იგი წავა და სხვა მოვა ტურფა სასაბაღნაროსაო, ხო და ეგ დაწერე. ჩვენც გვასიამოვნებ და დევიდ ბექჰემსაც. ისე თუ მართლა გადავიდა ხალხო, მაგარი ამბავია რა. ლისაბონის სპორტინგი არ არის ხელსამოსაკრავი გუნდი და რატო იქნება კიდე იცით მაგარი? ამბობენ რომ კრისტიანო რონალდო კარიერის დასრულებასო ზუსტად ამ კლუბში აპირებსო და შეიძლება ბიჭო თანაგუნდელები გახდნენ ქოჩორა და კრისტიანო რა. ხო და რა მინდათ ხო ქოჩორა რა. იქნებ ჩამოიყვანო კიდე ერთხელ თბილისში. აქ სპორტ შოუში მინდა რომ მოვიწვიო რა, დავპატიჟო რა. ეხლა მესმის რომ რთული იქნება, მაგრამ მე ვიცი შე როგორ უნდა შეაბა, როგორ დაითანხმო. შენ 1 2 3 საგოლე პასი გაუკეთე. როგორ იცი, აი პირისპირ რო გადიოდე, მეკარეც რომ მოატყუო, მარტო რო იყო კარის წინ, დაელოდე. დაელოდე სწრაფია ის. მოვა, გაუგორე, გაატანინე გოლი და მაგას ისე უყვარს გოლების გადანა. თბილისში კი არა, გურჯაანში წამოყვება შობას ღორის დაკლაზე. კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენებურების ტრანსფერთან დაკავშირებით. გიორგი მიქაუტაძე გალათასარაის სურსო. თუმცა მე აღარ დადასტურდა ეს ინფორმაცია, ეგ კი არა თურქმა ჟურნალისტმა ჰალუკ იურეკლიმ დაწერა ვნახე ჟორჟის თამაშები და კიდევ კარგი რომ არ ვიყიდეთო. რა უნდა უთხრა ახლა ამას? მომისმინე ჰალუკ, მეც ვნახე დედაშენის ფოტო და კიდე კარგი არ შეგაგინე. აქვე მინდა საგინებელი ხალხი მოვითაო და ნაპოლის სპორტული დირექტორის ინტერვიუს გამოვეხმაურო, ხო? კვარას წასვლა უნდადაო და გაუშვითო რო თქვა, შანტაჟამდე მიგვიყვანაო, თორე ჩვენ გვინდოდა დარჩენილიყო, мотиваცია აღარ ქონდა თამაშისო, განაცხადა ჯოვანი მანამ. მიგეცათ ადეკვატური მანა და გეყოლებოდათ მანდა. გასაგებია? ხო, ახლა NBA-ზე გადავიდეთ. სენსაციური გაცვლა მოხდა, კაცო, დალასმა აიღო და ეს დონჩიჩი გაცვალა შედარებით ასაკოვან დეივისში. დეივისიც მაგარია ეხა, რა თქმა უნდა და შეიძლება ახლა ცენტრი უფრო ჭირდება დალას, მაგრამ ბიჭო, დონჩიჩია რა. ხო, როგორ უნდა გაცვალო ეხა, რა ვიცი ეხა, ვინც არიცით კარგად კალათბურთი შეიძლება, ხო? მე ეხა ფეხბურთის ენაზე აგიხსნით, მოვახტირებ კონვერტაციას საფეხბურთო ენაზე, ტრანსკრიფციას თუ გნებავთ. აი ბარსელონას ხო უჭირს ახლა მარცხენა გარემარბი. ხო და PSG-ს ხო ორი ყავს, კვარა და ბარკოლა. მაგრამ არ უარგა ცენტრფორვარდი. PSG-ს ცენტრფორვარდი ხო არ უარგა და რო აიღოს ეხლა და ეს ძალიან მაგარი გარემარბი კვარა, რო გაცვალოს ასაკოვან ლევანდოვსკიში. მოიცა ბიჭო. აი გაცვლა გაუკეთებია ამ დალას. რა სერჩი ძმო? შვენიერია. შვენიერია, ბიჭო, რა მაგარი გაცვლა. კარგია. ხო, კიდე რას გამოვეხმაუროთ? დასრულდა პარიზის გრანდსლემი ძუდოში. ჩვენებმა, ბიჭებმა სამწუხაროდ ოქრო ვერ აიღეს. ისე კი ბიჭებო მინდა რამდენიმე ჭეშმარიტება გითხრათ და კარგად დაიმახსოვრეთ. ჯამი ჭურჭელია, ძაღლს ჯაჭვით აბამენ და ოთარის გადაცემაში სტუმრობის გარეშე ოქროს მედალი ჭირს, ძმაო. ხო გასაგებია ეს, ხო და შემოირბინეთ ხოლმე ტურნირის დაწყებამდე 1.5 საათი აქ. ეგა რა. და ბოლოს
კვირას ავსტრალიაში UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს, უკაცრავად სადებიუტო ბრძოლას მოიგებს ალექსანდრე თოფურია. დიახ, დარწმუნებული ვარ, დაამარცხებს კოლბი თიქნეს და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მალე საქართველოში ასეთი შეკითხვა გაჩნდება. ნახე გუშინ თოფურიამ თამარი დაიცვა და ეგ შეკითხვა რომელმა? აი, ძალიან მაგარია. თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი, სანამ ტრამპი მიიერთებს და იქ ნახავთ ძუდოში როგორ გახდა 81 კილოგრამში პარიზის გრანდსლემის გამარჯვებული კანადელი სანამ ტრამპი მიიერთებს. ჩვენი სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ასევე ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერ სპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდიაც მდებარეობს. ახლა რაც შეეხება სტუმრებს, როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ბულგარეთის ზედიზედ ორჯერ დაამარცხა შინაც სახლშიც. ამ ამბავზე ვისაუბრებთ ნაკრების წევრ ვახტანგ ჯვარაშვილთან და ნაკრების ადმინისტრატორ საბა ამინაშვილთან. მოგესალმებით ვახტანგ, მოგესალმებით საბა, მადლობა რომ მოგზანდით. გილოცავთ ბიჭებო? თბილისში მოუგეთ ბულგარეთს 6-1, გასვლაზე მოუგეთ 5-1, რამეზე გაგაბრაზეს ამ ბულგარელებმა თუ? არა. თუ ლეჩკოვი არ გევასებათ, თუ რა შეასაქმე? არა, იმდენად გჭირდებოდა რომ მოგვიგო რა, მეტი შეიძლებოდა. მეტი, ანუ კიდე უფრო მეტი გინდოდათ? ვა, ეხლა ვართ მეორეზე. ეხლა მეორეზე ვარ. ანუ მეორე გარანტირებული გვაქვს. არა, გარანტირებული არ გვაქვს, არა, კოსოვოსთან გვინდა რომ მოვიგოთ და გარანტირებული გვექნება მე. კაი, პირველზე ადგილი არის შანსი? კი, არის. მაგრამ პატარა შანსია. აი, რა უნდა მოხდეს? საფრანგეთს უნდა მოუგოთ მინიმუმ 4 ბურთით და საფრანგეთმა უნდა წააგოთ ბულგარეთთან. მინიმუმ 5 ბურთით. და მაქსიმუმ 8 ბურთით. წყალი არის. კარგი. საფრანგეთთან საფრანგეთში უნდა მოუგოთ? არა, იქ ვიყავით უკვე. ეგ უფრო რეალურია, მაგრამ ბულგარეთთან თუ წააგებს საფრანგეთი, ეგ არ ვიცი. ეგ არ ვიცი. კარგი, მოდი მეორე ადგილზე ვისაუბროთ ჩვენ მაინც. ნაღზე ვისაუბროთ. მეორე ადგილი. მერე პლეიოფია, პირდაპირ არ არის გამსვლელი. კი, პლეიოფია. აი ხო საუკეთესო მეორე ადგილს თამაშობს პლეიოფს. 6. ვიღაცა პირდაპირ გადის? არა, 8 ბოდიში. 8. პირველი ადგილები გადიან პირდაპირ და 8 თამაშობს პლეიოფს და იქიდან 4 გადის. კაი, ეხლა როგორ არის? ანუ აი ხო გახსოვთ ევროპის ჩემპიონატზე რომ ვითვლიდით რომ აი ჯგუფიდან თუ გავალთ მეორე ადგილიდან, მესამე ადგილიდან პორტუგალიას მოუგებთ, სავარაუდო მეტოქეები, მაინდა-მაინც ესპანეთი შეხვდა, ხო? აი ხა თქვენ თუ ითვლით ამას რომ სავარაუდო მეტოქეები ვინ არიან და ვინ გირჩევნიათ და ვინ არ გირჩევნიათ? კენჭისყრა იქნება. მეორეზე თუ გავალთ ჩვენ და მოუგებთ კოსოვოს, იქნება მე კენჭისყრა მეორე ადგილოსნების და ვის შეხვდებით? მაგრამ ვინ არიან პირველი კალათის გუნდები არ იქნებიან, მათ შორის ყაზახეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ეგენი არის კი. კარგი გუნდი ყავს. ეგენი არ იქნებიან დიდი ალბათობით. ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ და მეორე ყაზახებს ყავთ ნატურალიზირებულები? ყავთ და მაგათთან შეუძლიათ რომ ათამაშონ, იმიტომ რომ შიდა ჩემპიონატს თამაშობენ 5 წელი. ანუ 5 წელი უნდა კონდეს ნათამაშები. რომ შემდეგ ანუ ჩვენ არ გვინდა ესპანეთი, არ გვინდა ყაზახეთი, დიდი ალბათობით არც იქნება. არ გვინდა პორტუგალია, არც იქნება. აბა გვინდა ვინ? პრობლემა არ არის, მოგებული გვაქვს აქ, მაგრამ. მაგრამ მაინც არ გვინდა. აბა გვინდა ვინ? ნახოთ, შევხედოთ, ჯერ ვინ გავადი ის მიხედეთ. კარგი. გვინდა ბულგარეთი, გვინდა, მაგრამ ბულგარეთი ჯგუფში მტოვებთ. გასვლა ორივე. ჯგუფში მტოვებთ ბულგარეთს, თორე კი ბატონო. კუპატაძე კიდე თამაშობს? დაურეკოთ. არა, მწვრთნელია და სამოყვარულოს თამაშობს იქ. სადაც არის. ხო, იმიტომ რომ მე მგონი ჩემზე დიდია. არა? რომელ წლიანია? 68-იანი მე მგონი. 68-იანი? არა, 78-იანი. 78-იანი. ხო, ნუ რა 71-იანი ვარ მე, ჩემზე დიდია. 78, 71-ზე მეტი ხო? დიდი გამოდის ჩემზე რა. არა, ძალიან მაგარი მეკარეა, ძალიან. კი, ძალიან. ძალიან მაგარია, აქედან მინდა ჩემი პატივისცემა
ზვიად. უმაგრესი ხარ, ზვიად, უმაგრესი მართლა რა, ფუტზალში ერთ-ერთი გამორჩეული მართლა. მაგრამ მოდიან ახალგაზრდა მეკარე. ძალიან კარგი, ღერთმა დაიფაროს, რომ მაგრები წავიდნენ კარიერა დაასრულონ და ძლიერები არ მოვიდნენ. რას ლაპარაკობ? ყავს სამივე ძალიან მაგარი ბიჭია. ეს ბრაზილიელები სად წავიდნენ? რაბინია იზაურაში იღებენ თუ? არა, ბრაზილიელები არიან, მაგარ კლუბებში არიან თამაშობენ. ხო და ჩვენ რატო აღარ გვყავს? ხო, აი გძალა რა, 5 წელი უნდა ქონდეს ნათამაშები იმ ქვეყნის ჩემპიონატი, რომ შეგეძლოს ნაკრებში თამაში. ისინი არ თამაშობენ 5 წელი და ნაკრებში თუ მაქვს ნათამაშები? არა, მაინც ვეღარ თამაშობ. გიჩილებს სხვა და მურჩინია. 5-0 ჩაგეწევა, კარგი. ისე ბლომად იყვნენ რა. ყველაზე ისინი კარგები ყავდა. მაგრები. არც გაუჭირდებოდა აქ შეგუება, ხო, აქაურობის? არა, ხინკალი მოეწონათ, ხაჭაპური მოეწონათ. ხაჭაპური, წვადი. რატო არა? წვადი ჯიგრულად. ესე ვასებად? ცოტა რა. რეცას რა ასწავლეთ ახლა მოყევი რა ბრაზილიელებს რა. ისინი გვასწავლიან უკვე. ისინი უფრო გვასწავლიდნენ. აი რა, ასწავლია, უთხარი რა გასწავლეს. ხილება. ჩვენთან ყველაფერი თამაშგარე მე გასწავლეთ. თამაშგარე მე ძალიან ცუდი რა. თან პროფები არიან. თან პროფესიონალები არიან მაგრამ. ამისთანა რა, დედა რა. სად არ წავიდა ახლა ჩემი ფანტაზია? იქ ახლა და. ანუ სწორად მივდივა? კი. არ ვეღარ გაცდები რა. ევროპის ჩემპიონატი მართლა სერიოზული ამბავია. თქვენთვის აი რთული მეტოქე ვინ იყო ყველაზე? მაინც. ევროპის ჩემპიონატზე? ხო. იქ ყველა რთული მეტოქეა, იმიტომ რომ არ არსებობს იქ სუსტი რა. ნუ გამორჩეული რა თქმა უნდა ნაკრებები არსებობს იქ, ისე პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი. ჩვენ ესპანეთს და რუსეთს ვეთამაშეთ ტოპ ნაკრებებს რა, რომელიც 4-ში იყვნენ. ხო, ისანაც მოგვიწია, ეგ იყო. ეხლა რუსეთი ჩახსნილია, ხო? რუსეთი ჩახსნილია. გადახსნილი. გადახსნილია. ადმინისტრატორს მინდა ვკითხო, ანუ გუნდში ბევრი რამ ხდება. აი ყველაზე წუწუნა ვინ არის? ყველაზე მოწესრიგებული ვინ არის? აგზის, ყველაზე წუწუნა აგზის. ყველაზე წუწუნა აგზის. ყველაზე მოწესრიგებული. თოდუა, ირაკლი. თოდუა. აჰა. კაპიტანი ჩვენ. კაპიტანი. ყველაზე ზარმაცი? კეკელია ვახტანგი. ყოჩახს. ვაი, რა უცებ. რაზე არის ხოლმე? ყველა აი წუწუნი რაზეა? ყველაზე წუწუნა აგზის გავიგეთ. ამის წუწუნი პასი მომეცი. პასი მომეცი. ანუ ისევ ფეხბურთს უკავშირდება დაუშვათ და თორე ის ჭკვიანი ბიჭია. პასი მომეცი. რატო არ გაძლევენ პას? მეტი გინდა. მძინარა ვინ არის? ძილი ვის უყვარს? თოფურიას. თან მოწესრიგებულია, თან აი თოფურია. არა, მოწესრიგებულია. თოფურიას ძილი უყვარს და აგვიანებს ხოლმე? არა, просто სუძინავს, როცა დრო აქვს. როცა დრო აქვს უძინავს. ჩერჩილი ვიტყოაფილა, ჯვარი წერია. ჩერჩილი იყო ეგეთი და კი იცხოვრა, რამდენი 90 წელს გადააბიჯა, ხო? არ იკლებდა არც კონიაკს, არც სიგარას და ნუ კარგახანი ის ჩერჩილის ისტორია კარგად იცი. ხო და ხო იცი რა თქვა? აბა თუ იცი რა თქვა? რა არისო? არ მახსოვს. საიდუმლო რა არისო, ჩემი იმისიო. რა. ხანგრძლივი ცხოვრების. როგორც კი საშუალება მეძლევა ჰორიზონტალურ მდგომარეობას ვიღებ. ეგ რომელია ესე? ჰორიზონტალური არის რო წევხარ. რო ვერტიკალურია ასე. დიაგონალი 100. კარგი, ჭამა ვის უყვარს ყველაზე მაგრამ? მოიწიე ჩემთან, მოიწიე. 10 საათიდან ლობიანი უნდა. გამხდარი ბიჭია, თო, ვაფშე არ ეთყობა. ნახე, არც ღიპია, არც აყენე ფეხზე. აბა ადექი. ნახე, ძმაო, პრესია. ენადექი აბა ერთი. ადექი. კაც პრესია აქვს, ძმაო, და არც ღიპი აქვს და არც არაფერი. პრესი მიდის ლობიანი. ლობიანი. აბა. თაზუ ბაბილოჩის. უყვარს ჭამა? მაგრამ მომოთ ფეხბურთელი არა. აბა? სტაფის წევრი. ფიზმომზადება. ფიზმომზადებას უყვარს ჭამა. ჭამა, რავდის ჭამს. თავარი მწვნელი ყველაზე მეტად რაზე ჭუბობს?
დისციპლინა თუ არა, მაგრამ ჩვენ ნაკრებში სულა დისციპლინა. ჩხუბი არა. ნუ ჩხუბზე ხა შეიძლება ისე გამომივიდა, ანუ ხო, უყვარს, ანუ ყველაზე მეტად აი პრეტენზიული რაზეა? დისციპლინა. აუცილებლად დისციპლინა უნდა იყოს გუნდში. ვინმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ყველა. ხო, რა თქმა უნდა, დისციპლინა თუ არ არის, ვინმე ყოფილა ისეთი გუნდი, რომ აუ, ძმაო, ამათთან თამაშს აზრი არა აქვს. თუ ყველასთან ალტკასგან მაგას ვერავინ ვერ გაიგებს. ყველა თამაშს უდგება ძალიან სერიოზულად. აჰა. და ინდივიდუალურად რა. ხო. იმიტომ რომ ამასთან ეს არის საჭირო, ამასთან ეს არის და მაგიტომაც არის რომ შედეგები არის. აჰა, მაზიანზე გითამაშიათ? ცოცხლე, ვინმე სხვა უნდა. მაგემ სამწვადე და 20-იანი, ხო? ძალიან მაგარი. იყოს. დაურეკოთ კეთილას დავიწყოს. სამწვადე და 20-იანი, ვინმეს გინდათ ჩემთან მაზიანი, მე მყავს ბიჭები. და მინიფეგურთ სტადიონი თქვენ შეარჩიეთ? უბანიც. უბანის თქვენ შეარჩიეთ? და მე ბიჭებს გამოვუშვებ. თან წვნელი მე ვიქნები. ხო, ეს ხო შეგავათია მათთვის. რა თქმა უნდა. რასაც გეტყვით, აბა ბიჭებო, გადით არ წააგოთ. ბიჭებო, მიდით არ წააგოთ და მე ერთად ვიქეიფოთ. ან შეგიძლიათ პირდაპირ იგისროთ 20-იანი და წვადი, სამწვადე, იქვე. იქვე, აბანა. კარგი. წაგიგიათ მაზიანი როდესმე? არ მახსოვს. არ გახსოვს. არა. არ მახსოვს. რა თუ არ გახსოვს? რაღაცა ეს შეეთვალე თამაშობ ხოლმე ხო წაგიგია. მასე კი გუნჩი რაღაცასო თამაშობ კი, მასე კი უცხოსთან არა. უცხოსთან არა. უცხოსთან არა. ნუ წავდოთ უცხოსთან. ეხლა რა მითხარით? აბა. ფუტზალში სად არის საუდის არაბეთი, რომელი ქვეყანაა? საუდი არაბია, ეხლა დაიწყეს სად იშოვება, სად ფული? ალ-ნასრმა გააკეთა ეხლა მაგარი გუნდი. ვინა? ალ-ნასრმა. ისევ საუდის არაბეთია მაინც? ალ-ნასრმა მაგარი გუნდი გააკეთა. ანუ ფუტზალზეც კი. ერთი წელია რაც დაიწყეს. ფერნანდო იყო ჩვენთან ბრაზილიელი და ალ-ნასრში წავიდა ეხლა. ვა, რა მაგარია. ფუტზალში რეალი ჯობია თუ ბარსელონა? რეალს გუნდი არ ყავს. ინტერ მოვისტარ ქვია ეს. მაგათ. მაინც მე კიდე ერთხელ თქვი რა. რეალს გუნდი არ ყავს. არა. არ ყავს ფუტზალში. ბარსელონას ხო ყავს? კი, თან მაგარი გუნდი ყავს. პარი სენ-ჟერმენსაც ყავს, ხო? თუ არა? არა, ესე რომ პარი სენ-ჟერმენი იყოს არა. აი ესეთი გუნდი რომელია კიდე რომ აი ბარსასავით რომ იქაც ყავს და იქაც. პალმა ბენფიკა, სპორტინგი. აი სპორტინგი ბენფიკა არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კლუბები და ეს არის უკვე წლებია, არ ვიძახი 1 და 2 წელი, უკვე წლებია 15-20 არა, პორტუკალას მე ბრაგა, კარგი კი. ბრაგა, რას ლაპარაკობ? ანუ პორტუგალიაში არის ეს კულტურა, ხო? კი, მაგარი. ფუტზალის. ესპანეთში ბარსა კიდე? პალმა, მუისტარი. აჰა. პალმა მოუწევს. ვალენსიას არ ყავს, ვალენსია დიდ ფეხბურთს თამაშობს, შენი ჩინები. მამარდას დაცვა არ ყავს, დაცვა. ხო, არა. 7 ეგ არის მეკარე, რატო არისო? მაგარი მეკარეო. ნაკრებში რო ჩამოდის, სასწაულებს აკეთებს, გააკეთებს, აბა რა იქნება, დაცვის გარეშე თამაშობს ესპანეთში. პრაქტიკულად მობძანით ბატონო, ეს არის დაცვა ვალენსიას. ხო. ნუ მამარდას იმედად არის ყველა. წავა იმედია მომავაწეს ლივერპულში და დადგება და შენ რა მითხარით? აბა რა, დადგება რომელია? ის იმედი გქონდა ყველა. არგენტინელები ვერ ხაჩავენ? კი, როგორ არიან. რა ხო რაღაც ბრაზილიელებზე ვარ ცუდა. არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. წინა. აი ხაჩავენ. წინა მსოფლიო მოიგო არგენტინამ და ყოველთვის ძალიან მაგარი ნაკრებია, ყოველთვის. ბრაზილიაც, არგენტინაც. ბრაზილიაც, არგენტინაც. ამერიკელები? არა. ამერიკა არა. არა, ხო მაგათ უყვართ ეგეთი უფრო კინო მუსიკა. უფრო კინო მუსიკა. ისე თქვენ თვალით უნდა არჩევდეთ წესით პარკეტი რისია დაგებული? დარაფლექსია თუ პარკეტი? ხო, ანუ რა. ეს ახლა ლამინატია მაგათ. ხო. ეს ლამინატია, კი ბატონო. ესეც ხო ეს გარშემო. ისე ყველაზე კარგი რა როგორ საფარზეა თამაში? ძველი სპორტის სასახლე. ძველი სპორტის სასახლე. პეკინზე. კი, პეკინზე. ყველაზე მაგარი დარბაზი ეგა, პარკეტი. ეგეთი პარკეტი ალბათ არსად არა, არც გითამაშია. ანუ ყველაზე მაგარია. კი, ყველაზე მაგარი. ნუ ეხლა რეკონსტრუქცია რო იქნება, იმედია მაგ შეინარჩუნებენ პარკეტს, ხო? იმედია, ხო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი პარკეტია მართლა. მაგარია. იცით რატომ აი ფუტზალი რატო არ არის ისეთი პოპულარული?
ალბათ პირველ რიგში, იმიტომ რომ ოლიმპიური სახეობა არ არის. აჰა. და იმედი გვაქვს, რომ მალე გახდება. არის მაგის წინაპირობა. ბრაზილიას ქონდა და რაღაც სხვა სპორტი გახადა, არ მახსოვს ზუსტად რაღაცა გახადა მოკლედ, რა ზუსტად არ ვიცი და აი, როცა გახდება უკვე ოლიმპიური სპორტი, მეტი დაინტერესება წამოვა. ხო და წინაპირობა არის რომ გახდეს, არის საუბარი. ჩემგან არაფერი არის მისთა. თქვენგან რაღაცა ისევა. ჩემთანაც რაღაცა ბიჭო, არავინ ყველა მე მირეკავს ხოლმე, მოიცა შევამოწმო. მოიცა ერთ წუთს, არაო. არა. ოჯახი მწერს, ძმაკაცი მწერს, ხვალ რომელზე დავლიოთო. არა, ფუტზალის ოლიმპიურ სპორტობაზე არავის არ მოუწევია. მოდი ხა ხუთეული გავაკეთოთ კარგი ჩვენ. ოჰო, როგორი ფეხბურთელებისგან იცი? დიდი ფეხბურთიდან წამოვიყვანოთ ფეხბურთელები. და აი საბა იტყვის პირველი. ხუთეული რა, რატო კაცო, ექვსეული. ხუთეული. მე ექვსევისთანა. კარში 1-4 კარი. არა, მეკარე კი არა და მწვრთნელი. მწვრთნელი. დიდი ფეხბურთიდან. აი, გავაკეთოთ. მიდი საბა. მწვრთნელი ვინ იყოს? მოდი მწვრთნელი ვინ იყოს? მე ფეხბურთელებს ვიტყვი. კარგი. მიდი თქვი. კარში ვინ დავაყენოთ? დიდი ფეხბურთიდან. ფეხით თამაში. ნოიერი. გამოირჩევა და ნოიერი პირველი. ნოიერი. თქვი ხა? მე ხა თუ ამათქოს თავის ხუთეული. არა, ორივემ ერთი გუნდი შევადგენდი რამოს. რამოსი ფუტზალს გაკაჩავს. გაკაჩავს? რა კითხვები აქვს სადღაც? რამოსი. მესი აუცილებლად, ალას. მესი აუცილებლად. ნეიმარი. და ზევით სტოლზე მე ოსიმენი ლუკაკუ. ევასება მოშნია. ესე იგი, ნახე, ნეიმარი, მესი, ლუკაკუ და ანუ უკან ერთია მარტო რამოსი? ხო, ისინი ჩამოვენ ალბათ რა მესიდან. აი ამ სამიდან რომელი ჩავა უფრო? გორი. ლუკაკუ ვერ ჩავა. ლუკაკუ ვიდი და უთხარი წადი უკან. მესის ეტყვი? ვერა. ნეიმარს? ჩამოვა თავის სხვა გზა. ჩამოვა. წვრთნელი ვინ იყოს? გვარდიოლა. წვრთნელი იყოს გვარდიოლა. აი ხა ამათ ეთამაშებოდით თქვენ? ხომ მოუგებდით? ეხლა არ მითხრათ 920-იანზეო. საიტოში ყავარხედო. ისე მე მეგონა რომ რონალდინიოს იტყოდით. და ამას ლუკაკუ თქვა. შეიძლება მე როგორც მე მგონია რომ რონალდინიო ფუტზალს მაგრა ითამაშება. არა? ჩემს ოთხეულში ზის რონალდინიო. ხო. ჩემს ოთხეულში სტოლბი ძალიან მნიშვნელოვანია და მაგიტო ჩავსვი ლუკაკუ. ჩვენი ადმინისტრატორია მეორე. კიდე რა სხვა და უკვე წლებია ჩვენთან არის კვანტო და სამბოს და კვანტოს აქვთ ხოლმე ერთი საოცარი ტრადიცია რა. ყოველი თამაში თან მნიშვნელოვანი თამაში. ისე კი არა აი ვიღაცასთან და ამ ხან. ნუ ამ ხან არა. ცოტა ისეთა სადაც საჭიროა ეგ რომ მოხდეს რა, ხო და? კიდე სამბო უთხარი ხარ რა ხდება მაგ დროს. აუ, წევლით ხოლმე. წევლით ხოლმე. მეგრულად წევლიან და როგორ? ადიქ. როგორ არის? გოჭყვა დედა, ფოსო, ფოსო. და პირველ ტაიმი დანოს ვიგებთ რა. მერე ავი აღარ უნდა წავა. ანუ შველი ისეგა? შველი ევროპაზე დაუწყეთ იქ. აზერებთან, მერე კოსოვოსთან, ესპანეთთან ცოტა ვერ გავაკეთე. ცოტა ესპანეთთან გაჭედა ბოლოს, ხელმა გაჭედა. ხელამ გაჭედა. ო, რაღაცა გაჭედა რა. ეხა კოსოვოს რა დახეულია და ვის უთხრათ ჩვენ ძმაზე? ხო. ხო. ხოიც რეკორდებია რა. ფუტზალში. საერთოდ. მანაც რეკორდი მოხსნა იგინეს იქში ჩაწერილი რომ არც ვიცით არავინ ამდენი და ანტი რეკორდის ხოა. რა თქმა უნდა. თქვენ თამა კითხვა. საინტერესო კითხვა. თან ბეღურში გარკვეული ხარ. ხო, ნუ რეკორდებიც გეცოდინეთ რა. მე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა მესმის, ხო? თან მინდა რომ მიგანიშნოთ რა, იმიტომ რომ გადახარშოთ ვერ წახვალთ იქამდე. ერთი ანტი რეკორდი აქვს მოხსნილი რა. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელია? ფუტზალის? ხო, რა რეკორდი? მიმანიშნე. მეკარეა.
და ანტირეკორდი აქვს მოხსნილი. კუპატაძე არა? არა, კუპატაძე ეხა რომ უყვე გადამდრავენჩი. ხო. არა, იმიტომ რომ უცებ გული შემიქანდა. არა, კუპატა მარტო რეკორდებშია. მარტო რეკორდებშია კუპატა. ანტირეკორდია არ მოდი. რესპექტ. ხო, მოკლედ მეკარია. ესენი უკვე ევროპაზე არიან, რესპექტ. რა ანტირეკორდი შეიძლება კონდეს მეკარეს? მეკარეს მოხსნილი. მარტივი კითხვა. ანტი. რომ თამაშის პროცესში. პროცესი დავარქვათ ბულეტი რა ხო პროცესი რა. ფეხებს შორის არა, ფეხებს შორის ეგ ჩვეულებრივი ამბავია რა, ასლაპარაკოთ, ეგ რეკორდებია უკვე. ავტოგოლი. არა, მაგრამ ახლოს. აი გოლთან ახლოს ხართ. გოლთან ახლოს. გოლი გაიტანა ეგ ანტირეკორდი ვერ იქნება. არა, მაგრამ სასწაული გოლი. მაგრამ ეხა ბულგარეთთან სასწაული გოლი გაიტანა. კი. კაი, ნუ დამტანჯეთ მითხარით რა. ავტოგოლთან ახლოს ხარო და მოკლედ წამი არ აქვს ნათამაშები და ისეა გოლი გაშვებული. ეხა როგორ? ეგ მაინც მითხარი. როგორ? თან დებიუტი ქონდა მაგ თამაში. როგორ? პენალი დაიდო. ხო. შეიყვანეს. ხო იცი როგორ არის ფუძბალში გადადის სუფთა დრო ჩერდება. ხო. პენალი დაიდო შეიყვანეს. ანუ ვინც იდგა იმის მაგივ რა? ხო, იმიტომ ამას მაგარი ისე. როგორც ხელბურთში ხდება ხოლმე. არაფერი. ხელბურთში ხო ხდება ეგრე? ხელბურთში ხო არის ეგრე რომ აი საპენლე მეკარე უზით ხოლმე. ეგრეა ესეც. ხო. შეიყვანეს. ნო. ან გაუჩერებულია. შეუგდეს ეგრე და გამოიყვანეს. და დრო ხო არ ჩა. ამ დრო არ აქვს ნათამაშები ისე გაუშვა. ვერასდროს ვერ მივხვდებოდი მაგას. მაგრამ გოლთან ახლოს ახარო რომ მითხარი, ვიფიქრებ ბიჭო ავტოგოლზე მეტი რა უნდა იყოს თქო და. ავტოგოლი არაფერი არა. წამი არა აქვს ნათამაშები. აუ მაგარი ამბავი. მოკლედ ბიჭებო, დიდი მადლობა რომ მოხვედით. ძალიან დიდი მადლობა. კარგი საუბარი გამოგვივიდა. მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ. აი ხარი. იცი რა, მოდი გისურვებთ რომ საფრანგეთს მოუგოთ 5 ბურთით და საფრანგეთმა წააგოს ბულგარეთთან და იქნებ პირველი ადგილით გავდივართ კაცო და თუ არა და მეორე ადგილიდან შევხვდეს ისეთი მეტოქე რომელსაც ბულგარეთივით დავამარცხებთ. და მე ევროპის ჩემპიონატზე დანარჩენი იქ გავაკეთოთ. მოკლედ ფუტზალის ნაკრების წევრი ვახტანგ ჯვარაშვილი და ნაკრების ადმინისტრატორი საბა ამინაშვილი იყვნენ ჩემი სტუმრები. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.